მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. დონალდ ტრამპის პირველი ანგარიში კონგრესს თანამდებობაზე ხელმეორედ დაბრუნების შემდეგ ომი უკრაინაში, USAID და საგარეო დაფინანსების შეჩერება, მიგრაციის დარეგულირება და საშტატო რეორგანიზაცია. ეს ის თემებია, რაზეც პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე საათი და 40 წუთის განმავლობაში საუბრობდა. Გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული, ამ სიტყვებით დაიწყო ტრამპმა მიმართვა და საკუთარი 6 კვირიანი მმართველობა შეაჯამა. ამერიკის პრეზიდენტმა პირობადა, რომ ის აღადგენს ნამდვილ დემოკრატიას ამერიკაში და რომ ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ცვლილებას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდება თანამდებობიდან. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მისი გადაწყვეტილებების გამო უკმაყოფილოს შეხვდნენ დემოკრატები. ტრამპის თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა კი განხორციელებული ცვლილებებისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს და ოვაციებს არ იშურებდნენ. საკანონმდებლო ორგანოში არსებული განსხვავებული პოზიციების გამო ტრამპს რამდენჯერმე სიტყვით გამოსვლის შეწყვეტა მოუწია. შექმნილი ვითარების გამო დარბაზიდან ერთ-ერთი დემოკრატი კანონმდებელიც გააძევეს. 6 weeks ago, 6 კვირის წინ მე ვიდექი ამ კაპიტოლიუმის გუმბათის ქვეშ და გამოვაცხადე ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი. იმ მომენტიდან მოყოლებული ჩვენი ქმედებები იყო სწრაფი და ურყევი. მე ვუბრუნდები ამ დარბაზს დღეს ღამით, რათა განვაცხადო, რომ ამერიკის ძლიერება დაბრუნდა. ამერიკული ოცნება უფრო დიდი და ძლიერია ვიდრე ოდესმე. ჩვენი ადმინისტრაცია ამ 6 კვირის განმავლობაში გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამდა. დავაწესეთ ტარიფები, თუ დაგვაკისრებენ გადასახადებს, ჩვენ საპასუხოდ ვიმოქმედებთ. იმისთვის, რომ დავიცვათ ამერიკული სამუშაო ადგილები და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ ამ კვირაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ იმისთვის, რომ აქ ამერიკაში მკვეთრად გავზარდოთ კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი მიწის ელემენტების წარმოება. ეს არის ჩვენი დაპირება, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იქნება დამზადებული ამერიკაში. ჩვენი საზღვრები დაცულია, საზღვრის უკანონო კვეთა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი ოდესმე ყოფილა და ჩვენ გავაგრძელებთ ამას მასობრივი დეპორტაციებით. მე მაქვს მანდატი ამერიკელი ხალხისგან. მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა ისევ დიადი გამეხადა. ეს არის ჩვენი ვალდებულება. აღვადგინოთ ეკონომიკა, დავიცვათ ჩვენი საზღვრები, დავამყაროთ მშვიდობა და დავაბრუნოთ ამერიკული სიამაყე. ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ, ერთად ჩვენ შევქმნით ამერიკის ოქროს ხანას. გამოსვლის საკმაოდ დიდი ნაწილი ტრამპმა უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და მასთან დაკავშირებულ თემებზე საუბარს დაუთმო. პრეზიდენტმა არც ამჯერად გაუშვა ხელიდან ბაიდენის ადმინისტრაციის გაკრიტიკების შანსი. უკრაინა განგრძობადი მშვიდობის დასამყარებლად მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, განაცხადა ტრამპმა და თქვა, რომ მან ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიიღო წერილი, სადაც ის შეერთებულ შტატებს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ აფასებს ამერიკის დახმარებას უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში. ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკის წერილში საუბარი იყო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზეც და რომ უკრაინის პრეზიდენტი მზად არის დოკუმენტზე ხელმოწერისთვის. ტრამპის თქმით, რუსეთთან ამერიკის სერიოზული დისკუსიების შედეგად ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების სურვილი გამოიკვეთა. Earlier today I received an important letter from President Zelensky of ზელენსკი Ukraine. ამბობს, რომ უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა უწყვეტი მშვიდობა დამყარდეს. არაფის უნდა მშვიდობა ისე როგორც უკრაინელებს, ამბობს ის და მე მჯერა მისი. მისი გუნდი მზადაა იმუშაოს ჩემი ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივახციოთ მშვიდობას, რომელიც განგრძობითი იქნება. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შეთანხმებას, უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროს, როცა ჩვენთვის მოსახერხებელი იქნება. ეს დიდი საქმეა, ხალხო, ეს იშვიათი მინერალები კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას გავაკონტროლებთ. ამავე დროს ჩვენ გვქონდა სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან და მე ვხედავ ძლიერ ნიშნებს იმისა, რომ ისინიც მზად არიან მშვიდობისთვის. განა ეს არ იქნებოდა მშვენიერი. ჩვენ შეგვიძლია ეს ომი სწრაფად შევაჩეროთ და მე ვმუშაობ ამაზე. ჩვენ გვინდა ყველა ომის დასრულება, გვინდა მშვიდობა, თუმცა მშვიდობა ძალისხმების გარეშე არ მიიღწევა. მე ვუთხარი პრეზიდენტ ზელენსკის პარასკევს, რომ ჩვენ შევაჩერებთ სამხედრო დახმარებას, ვიდრე მოლაპარაკებები არ დაიწყება. ნაადრევია ევროპელ სამშვიდობოებზე საუბარი, სანამ შეთანხმება არ გვექნება. შეთანხმება, რომელსაც ორივე მხარე დაეთანხმება. ჩვენ არ გვჭირდება ევროპის მშვიდობის მყოფელები თავიანთი თვითმფრინავებით, რომლებიც უკრაინის ნაცვლად საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან.
ვოლდიმერ ზელენსკი მზად არის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად უკრაინის პრეზიდენტი წერს. მისივე თქმით, პარასკევს თეთრ სახლში გამართული შეხვედრა გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა და ისე ეცდება, რომ მომავალი კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს. პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ის მზად არის წიაღისეულის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. ეს ხელშეკრულება არის ნაბიჯი უსაფრთხოებისკენ, ამცხადებს პრეზიდენტი. ვოლდიმერ ზელენსკის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ილონ მასკი, შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი მოქმედებებია და არა სიტყვები. ევროკავშირმა გააკეთა ის, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სცადა საქართველოში არჩევნების გაუქმება. ამ შესახებ სტატიას ამერიკული კონსერვატიული გამოცემა American Thinker-ი აქვეყნებს. მაშინ ნათქვამია, რომ ევროკავშირმა და ბაიდენის ადმინისტრაციამ წამოიწყეს უპრეცედენტო შეტევა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს საქართველოს წინააღმდეგ. ამის რეალური მიზეზი არ არის დემოკრატიაზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური ბრძოლაა. სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს დასაჯა სანქციებზე არ მიერთებისთვის, პრაგმატული საგარეო ურთიერთობის გატარებისთვის, კონსერვატიული შიდა პოლიტიკისა და სამოქალაქო სფეროს გამჭვირვალობის მოთხოვნისთვის. აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი გაიზიაროს და იბრძვის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. დროა ჩავერთოთ გეოპოლიტიკაში ისე როგორც ეს არის გამიზნული არალიბერალური დემოკრატიის ექსპორტითა და არჩევნებში ჩარევით, არამედ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ზომებით და ძლიერი ეკონომიკური თანამშრომლობით, წერს სტატიის ავტორი. უზბეკეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს პირისპირ შეხვდება უზბეკეთის პრეზიდენტსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. დღესვე უნდა გაიმართოს საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეათე სხდომა. შეხვედრების დროს საუბარი იქნება თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე. აქცენტი გაკეთება ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაზე, განსაკუთრებულად ეს შუა დარაფანს ეხება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაშკენტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რაც არსებობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან, ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. არის კარგი შესაძლებლობა დავგეგმოთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, თუ რა სფეროებში არის პრიორიტეტული საქართველოსთვის თანამშრომლობა უზბეკეთთან და ასევე მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებები და წინადადებები. ესვა იმ მზარდ ტენდენციას, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით გაგვაჩნია და ამავდროულად აღნიშნული იქნა ის შესაძლებლობები, რომლებიც ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის წარმოადგენს საუკეთესო წინაპირობებს. ბუნებრივია ასეთი ფორმატები ძალიან პროდუქტიულია იმ მიმართულებით, რომ მრავალი მიმდინარე და დაგეგმილი საკითხის შემდგომი, ასე ვთქვათ, განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ტაშკენტში ვიზიტის პირველ დღეს ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირებს უკვე შეხვდა. უზბეკეთის რესპუბლიკის სოული მეჯლისში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ორივე პალატაში საკანონმდებლო პალატის სპიკერთან და სენატის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი დისკუსიები შედგა. შეხვედრებზე ხაზი გავუსვით პარლამენტაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დავადასტურეთ მზადყოფნა ამ კავშირების გაძლიერებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა საკანონმდებლო და სექტორული მიმართულებით ორივე მხრივ სარგებელს გვთავაზობს და ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, განვაგრძობთ ამ ურთიერთობის გაღრმავება და განვითარება, აცხადებს ირაკლი კობახიძე. საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ძირითადი შეხვედრისთვის ემზადებიან მხარები ჟენევაში. დღის წესრიგი და სხვა ტექნიკური დეტალები თანათავმჯდომარეებმა უკვე შეათანხმეს. ქართული დელეგაცია მთავარ საკითხად ამჯერადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების დაყენებას აპირებს. განსახილველ საკითხებს შორის არის ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე უფლებების დარღვევისა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის ფაქტები. გაიმართა წინასწარი შეხვედრები, საქართველოს დელეგაცია შეხვდა თანათავმჯდომარეებს და განხილული იყო შეხვედრის დღის წესრიგი. ძირითად თემებს შორის, რასაც საქართველოს დელეგაცია დააყენებს, იქნება პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები. ეს არის ის რთული უსაფრთხოების ფონი, რომელიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მთელი რიგი განვითარებები, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა წინარაუდის შემდგომ ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებული უსაფრთხოების გარემოთ. მეორე ჯგუფის ფარგლებში იქნება მსჯელობა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ეს იქნება ძირითად
ძირითადი მიმართულებები, რომელზეც გამახვილდება ყურადღება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზეამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დადგენილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროცესს ესწრებოდა თავად ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, რომელიც წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ზეამაღლობელი პოლიციით პატიმრობაში 12 იანვრიდან იმყოფება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პირველ რიგში გარდაუღების მიმართ წარდგენილი ქმედების ხასიათს, გასაფრთხებული ვარავის თანახმად განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ხერხს. ქმედებაში გამოხატვა მართლსაწინააღმდეგობასა და გარდაუღების როლს მის მიმართ ბრალ წარდგენილ ქმედებაში, მის დამოკიდებულებას მართლწესრიგის ნორმების მიმართ, რაც ყოველივე აღნიშნული უარყოფითად მეტყველებს გარდაუღების პიროვნებაზე და აფუძნებს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მომენტებურ საფრთხეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაადგინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლებთა კოლეგიის 2025 წლის 14 იანვრის განჩინება გარდაუღების მიმართ აფუძნების ძების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე დარჩეს ძალაში. ამ ეტაპზე მას უნდა განეხილა დაუშვებელი მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ ვიშუამდგომლეთ კონკრეტული დასაბუთებით, აი იმ გაყალ პატართან დაკავშირებით, რისი გზითაც მოინდომეს მზიას ტელეფონთან წვდომა. დასაკვირველია იმ დაუშვებლობას, მტკიცებულებების დაუშვებლობას რა ვესაჩივრებთ, პროცესით ამის უფლება გვაქვს. ყველა უფლება დარღვეულია ამ საქმეში და დარღვეულია დრამატულად, წარმოუდგენლად. ამიტომ ჩვენი გზა სტრასბურგამდე შემცირდა. სასამართლო იმჟევა პატიმრობის ზალაში დატოვების საკითხთან დაკავშირებით. საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ბრალდებულის წინარე ქმედება სალსახად მიუთითებდა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ახალი დანაშაულის შადენის საფრთხე იმ ინტენსივობით, რაც აუცილებელს ხდიდა პატიმრობის ზალაში დატოვებას. აღნიშნული გაიზიარა სასამართლომ და პატიმრობა დარჩა ძალაში. პარლამენტი მეორე მოსმენით იწყებს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისა და მედიის რეგულირების შესახებ კანონპროექტების განხილვას. ამერიკული ფარას ანალოგთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მისი мотиваცია უცხოური ჩარევისგან თავის დაცვა. რაც შეეხება ბრიტანული კანონმდებლობის გათვალისწინებით შექმნილი მედიის შესახებ კანონშიცვლებებს, მის განმარტებით ნაწილში აღნიშნულია, რომ მიზანი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შორის ბალანსის დაცვა. ოპოზიცია კითხვის, რომ არსებული ხელისუფლების ხელში ორივე კანონი პოლიტიკურ იარაღად იქცევა. არ აქვს მნიშვნელობა საერთოდ თუ რა კანონს მიიღებს ეს არალეგიტიმური პარლამენტი. მნიშვნელობა აქვს იმას, რას გადაწყვეტს ჩვენი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ მედიის რეგულირების შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას მოიხსენიებენ ბრიტანულ კანონად, ეს კონკრეტული კანონი ამ არალეგიტიმური ხელისუფლების ხელში არის პოლიტიკური იარაღი. იარაღი კრიტიკული მედიის გასაჩვენებლად. მივიღეთ კანონი. კანონის იგნორირება ხდება ინტენსიურად და მოქმედებები გრძელდება. ფარას კანონი გულისხმობს გარკვეული ზომების მიღებას იმ შემთხვევაში, თუ კი საზოგადოება არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, რა თანხა შემოდის და რა პროგრამებს ხმარდება. უფლების დაცვა კონკრეტული ადამიანებისა სიცრუის წინააღმდეგ რასაკვირველია ის სტანდარტია, რომელიც ახასიათებს ევროპულ დემოკრატიას. ჩვენ ავიღეთ ამ შემთხვევაში ბრიტანეთის მაგალითი, ბრიტანეთის კანონი. სოფლიო ბანკის დახმარება საქართველოს ეროვნულ ბანკს საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით სების სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის 3 დღიანი ვორქშოპი ჩატარდა. შეხვედრების მიზნად იმ რეგულაციების გამოვლენაში დახმარება სახელდება, რომლებიც შესაძლოა ბაზრის დინამიკას აფერხებდნენ. ძალიან საინტერესო პროგრამას ვიწყებთ სოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რომლის მიზანიც არის საფინანსო ბაზარზე კონკურენციის გაზრდა. ჩვენი საფინანსო ბაზარი კარგად არის განვითარებული, არის სტაბილური, მაგრამ ამავდროულად ბევრი ახალი მონაწილე შემოდის. ჩვენი ამოცანა არის იმდაგვარად სრულყოთ ჩვენი რეგულაციები, რომ ყველასთვის იყოს თანაბარი შესაძლებლობა ბაზარზე, იმისთვის რომ ყველას კონდეს შესაძლებლობა რომ მიაწოდოს ფინანსური სერვისები მოსახლეობას და საბოლოო ჯამში კონკურენცია გაზრდის საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობას. დღეს ამბების ნახევარწლად რუსთავი 2.G-ზე შეგიძლიათ კურიერი პირდაპირ ეთერში მუშაობას 12 საათზე განაგრძობს. მე კი ამით ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად.